სალამშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ, ჩვენ ისევ ბრუნდებით და თავიდიდან ვიწყებთ თვალის ვარჯიშს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ ხედველობა არა მხოლოდ ერთიანამდე, არამედ კიდევ უკეთესად. გახსენებთ მათ, ვინც პირველად უყურებს. ჩვენ უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ ხედველობისთვის. საიდან დაიწყო ყველაფერი? ისტორია ასეთია. ერთხელ მივედი მართვის მოწმობის გასახანგრძლივებლად და აღმოვაჩინე, რომ როცა მხედველობას მიმოწმებდნენ, ვხედავდი არა მხოლოდ იმ ხაზს, რომელიც ერთიანია, არამედ ქვემოთაც ვხედავდი, კიდევ უფრო ქვემოთაც ვხედავდი. გამომცემლობა, სტამბა, ტირაჟი, 500,000 ეგზემპლარი X, წეროები. საერთოდ ეს უბრალოდ ასე არ იყო. ასეთი მხედველობა დაბადებიდან არ ქონია. არა. ვარჯიშების დახმარებით განვივითარე ეს მხედველობა. ეს ყველაფერი დეტალურად მოგიყვეთ, რამდენიმე ვიდეოც მაქვს, თუ გინდათ მოძებნეთ იქ. შეიძლება ბმულიც დავამატო ქვემოთ, თუ არა, მე ხომ დაგპირდით, რომ მოგიყვებოდით როგორ. მხედველობა როგორ გამოვისწორე. ვარჯიშების ნაწილი უკვე გაჩვენეთ, მოკლედ შეგახსენებთ, უფრო დეტალურად სადღაც იქ ნახავთ, ქონდა -1 და ნახევარი, -2 შეიძლება, ანუ მკაფიოდ ვერ ხედავდი, სადაც ასოებს ამოწმებენ, სადღაც შუა ხაზზე მკაფიოდ ხედავდი, მერე კი უარესად. და ხომ დაგპირდით, რომ მოგიყვებოდით, როგორ გამოვისწორე მხედველობა. ვარჯიშების ნაწილი უკვე გაჩვენეთ, მოკლედ შეგახსენებთ, უფრო დეტალურად ნახავთ. ვარჯიშებში თვალის კუნთებს ორ ჯგუნთებს ორ ჯგუფად ყოფთ და დღეს ძირითადად იმას გაჩვენებთ, რომელიც უფრო მკაფიო მხედველობას მოგცემთ. მოკლედ ეს ვარჯიში საშუალებას მოგცემთ, როგორც მე დაინახოთ, არა მხოლოდ ქვედა ხაზი, არამედ კიდევ უფრო ქვემოთ, კიდევ უფრო ქვემოთ. აი ესე. საერთოდ მოკლედ არსებობს ორი ძირითადი ვარჯიშების ჯგუფი. ჩვენ თვალის კუნთებს ორ ჯგუფად ყოფთ. პირველი ჯგუფი არის ის კუნთები, რომლებიც თვალს ამოძრავებენ. ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ ისინი. ისინი თვალს სხვადასხვა მიმართულებით ამოძრავებენ. ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ. და მეორე ჯგუფი კუნთებისა, რომლებიც თვალის შიგნით მდებარეობენ. ისინი ცვლიან ბროლის სიმრუდეს, ანუ გვაძლევენ შესაძლებლობას დავფოკუსირდეთ ახლოს ან შორს. მათი დახმარებით ვხედავთ. თვალის ამძრავი კუნთების სავარჯიშიშოთ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, თვალის კაკლის ფორმის შესაცვლელად. ყველა მიცის კლასიკური სავარჯიშოები მხედველობისთვის, მაგრამ მოკლედ შეგახსენებთ. პოულობთ რომელიმე წერტილს წინ, ვუყურებთ ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ. ამის გაკეთება რთულია, ამის შემდეგ თვალები გტკივათ, თვალის კუნთები გტკივათ, აღარ გინდათ მათი გაკეთება და წყვეთი. ვარიანტი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელიც შედეგს იძლევა, ამ სავარჯიშოს შესახებ დეტალური ვიდეოც არსებობს. ეს არის პირველი ვიდეო მხედველობაზე, მაგრამ მოკლედ შეგახსენებთ, პოულობთ რომელიმე წერტილს წინ, ვუყურებთ მას და ვიწყებთ თავის მობრუნებას ერთ მხარეს. როცა ბიცეპს ვავარჯიშებთ, თითქმის იგივე ზემოქმედება ამ კუნთზე, როგორც თვალის მუშაობისას. თითქოს გვერდიდან გვერდზე ვამოძრავებთ, მაგრამ უფრო რბილად მუშაობს კუნთები, რაც არ იწვევს მკვეთარ ნახტომებს, მკვეთარ ცვლილებებს კუნთის სიგრძეში, როგორც მაშინ, როცა ზემოთ ქვემოთ ამოძრავებთ. გრძნობთ დიდ განსხვავებას. როცა ბიცეპს ავარჯიშებთ, თითქმის იგივე ზემოქმედება ამ კუნთზე. იგივეა, უბრალოდ თვალის ზემოთ ქვემოთ მოძრაობის ნაცვლად ერთ წერტილს უყურებთ და თავს ამოძრავებთ. ამგვარად თვალი თავის მიმართ, თვალბუდის მიმართ აკეთებს ზუსტად იმავეს, როგორც მაშინ, როცა ზემოთ ქვემოთ ამოძრავებთ. გრძნობთ დიდ განსხვავებას. ანუ შეგიძლიათ თუ არ გენანებათ საკუთარი თავი, ექსპერიმენტი ჩაატაროთ. ჯერ გააკეთოთ ზემოთ ქვემოთ მოძრაობა, შემდეგ კი ის ვარიანტი, რომელიც ახლა აგიხსენით. ეს ნიშნავს, რომ ერთ წერტილში უყურებთ, ვაკეთებთ ზემოთ ქვემოთ მოძრაობას, მარჯვნივ მარცხნივ. ანუ ვიწყებთ სწორედ ასეთ გამათბობელ მოძრაობით. აქ უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა გამოსახულებები, ციფრები და უყუროთ მათ ამ ვარჯიშის შესრულებისას. თუ გაქვთ ასოების ცხრილი, აესჩერთ იმ ხაზს, რომელსაც ბუნდოვნად ხედავთ. უყურებთ მას და აკეთებთ ამ მოძრაობას მარჯვნივ მარცხნივ, ზემოთ ქვემოთ. შეგიძლიათ ოდნავ დიაგონალზეც გააკეთოთ. ასევე შეგიძლიათ ასეთი მბრუნავი მოძრაობებიც გააკეთოთ.
ანუ, მაგალითად, ვარჯიში იწყება აქედან. ვირჩევ წერტილს, გიყურებთ ყურადღებით თვალებში. სხვათა შორის ბოდიშს უხდი ივანოვ ალექსის. წინა ჯერზე ვთქვი, რომ არ იყო გამოწერილი, სინამდვილეში გამოწერილია, მაგრამ იურ სემიონოვ, ნახე, შენ ჯერ კიდევ არ ხარ გამოწერილი. მოკლედ, უყურებთ ერთ წერტილს, ვაკეთებთ მოძრაობას ზემოთ ქვემოთ, გავაკეთეთ დაახლოებით 10 ჯერ, მარჯვნივ მარცხნივ, დიაგონალზეც გააკეთეთ, ერთ მხარეს და მეორე მხარეს, შეგიძლიათ დაატრიალოთ ერთ მხარეს, შემდეგ მეორე მხარეს, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში შეინარჩუნეთ მზერა ერთ ხაზზე. ასე უფრო ადვილია ორიენტირება და თქვენი პროგრესის დანახვა მხედველობის ცხრილზე. გადმოწერეთ, სადმე ჩამოკიდეთ და მასზე ივარჯიშებთ. დიდ დროს ასევე თამაშობს განათება. თუ ამჩნევთ, რომ კარგ განათებაში უკეთესად ხედავთ, ხოლო ცუდ განათებაში უარესად, მაშინ უნდა ივარჯიშოთ სწორედ ცუდ განათებაში. და შემდეგ, როცა განათება უკეთესი იქნება, მხედველობაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ანუ თვალისთვის უფრო ადვილი იქნება მუშაობა, თუ მას ცოტათი ცუდ განათებაში ავარჯიშებთ. ვარჯიშების დროს არ უნდა იყოს ძალიან კაშკენ-კაშკაშა სინათლე. აი ეს უბრალოდ შეგახსენეთ და მეორე ჯგუფი ვარჯიშების არის ვარჯიშების სწორედ აკომოდაციაზე. ანუ ჩვენ როგორ ვაკეთებთ? ვიღებდით რომელიმე საგანს და ვწევდით ოდნავ წინ, ოდნავ უკან, ასევე სხვადასხვა თვალის მდებარეობით, საჭიროა რომ თვალი მიეჩვიოს მუშაობას არა მხოლოდ მაშინ, როცა ის ცენტრშია, არამედ სხვადასხვა კუთხითაც. ესეც გავაკეთეთ თქვენთან ერთად, დეტალურად ვიდეოშიც არის. ეს ვარჯიშები იმისთვისაა, რომ როცა მზერას ნელა გადმოიტანთ წინ და უკან, არ მოხდეს მკვეთრი მოდუნება ან დაჭიმვა კუნთის. არამედ კუნთი თანაბრად იმუშაოს, როგორც სხვა ნებისმიერი კუნთი. როცა ნელა გადმოაქვს მზერა წინ და უკან, წარმოიქმნება ნელა დაჭიმვა მოდუნება, კუნთის გაჭიმვა და სისხლით ავსება. ეს უნდა იგრძნოთ, რადგან ეს ვარჯიში არ არის შესაფერისი სწრაფი მოძრაობისთვის. კუნთი უნდა ვავარჯიშოთ ისე, რომ თანაბრად იმუშაოს და არა მკვეთრად. აი აქ არის თარირი, სანამ ბარათი მოქმედებს. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ, რომ მხედველობის სიმკვეთრე გავაუმჯობესოთ? სწორედ თქვენი სათვალე შეცვალოთ მზის სათვალით, ასეთი შუშით, როგორიც გქონდათ. ეს არის ვარჯიშების შემდეგი ეტაპი. და ასე, აქ არის ბარათის ნომერი, აქ არის თარირი, სანამ მოქმედებს და აქ არის CVC, CVV, ანუ 3 ციფრი ბარათის უკანა მხარეს. ეხლა ჩემი ამოცანაა, თუ მე ამ ციფრებს ამოვიცნობ. ის დიდი თანხა, რაც იქ არის, მე მომხვდება და მე უნდა დავინახო ეს ყველაფერი. რას ვაკეთებ? მოდით მაგალითად დავიწყოთ აქედან. ანუ ეხლა უნდა გავავარჯიშოთ კუნთი, რომელიც შეცვლის ბროლის სიმრუდეს. დავუშვათ დგავარ ასეთ მანძილზე და ამ მანძილზე ყველაფერს კარგად ვხედავ, ყველა 3 რიგს. შეგიძლიათ მეტი რიგიც გააკეთოთ და ეს მანძილი ჩემთვის ვარჯიშისთვის არ გამოდგება. ვიწყებ უკან დახევას და აი ერთ მანძილზე დავუშვათ ქვედა რიგს ვეღარ ვხედავ. აი ამას უკვე ვეღარ ვხედავ ამ მანძილიდან. და ეხლა რას ვაკეთებ? ვუყურებ ამ ქვედა რიგს და ვაფიქსირებ რაღაცნაირად. ვაკეთებ ნიშანს. ვრგავ ჯოხს ან ხაზამ. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, ისე ვერ ხედავ. და ვიწყებ მიახლოებას. უყურებ ამ წერტილს, უახლოვდები. ისევ ხედავ და ვიწყებ დაშორებას. დაშორებას. ეხლა აღარ ვხედავ. სჯობს მინიმუმ ეს მანძილი ვიპოვო, სადაც უკვე ვეღარ ვხედავ, რომ ბევრი ნაბიჯის გადადრმა არ დამჭირდეს. ანუ გადავდგი ნაბიჯი, აი ვხედავ, გადავდგი ნაბიჯი უკან, ისევ აღარ ვხედავ. ვიწყებ ამ მოძრაობას. ოდნავ წინ, ოდნავ უკან, თითქოს ვაკეთებ მოძრაობას. და გარკვეული დროის შემდეგ ვამჩნევ, რომ უკვე ვხედავ არა იქ, სადაც აღნიშნე, არამედ ოდნავ უფრო შორს.
აი ასე ვიწყებ ვარჯიშს, მაგრამ უახლოვდები, აი რამდენიმე ნაბიჯს ვდგამწინ, ვიწყებ ხედვას. ეხლა მივდივარ აქედან, მაგრამ სულ უყურებ. კიდევ ცოტა წინ მივდივარ, უახლოვდები და მერე ისე უკან ვიხევ. მერე ისევ წინ, სულ ამ წერტილს უყურებ. როგორ გამოიყურება ეს გარედან? უცნაურად. ანუ უახლოვდები, აი ეხლა მივდივარ აქედან, მაგრამ სულ ამ წერტილს უყურებ. და აღმოაჩენთ, რომ იზრდება მანძილი, საიდანაც უკვე შეგიძლიათ გაარჩიოთ ეს. როცა შებრუნდებით ერთ მხარეს, უფრო მკაფიოდ შეგიძლიათ დაინახოთ. შემდეგ ართულებთ და იწყებთ ამას შებრუნებისას. ანუ თავი მიაბრუნეთ ერთ მხარეს და აკეთებთ იგივეს. აი მივუახლოვდით, აი დაშორდით ერთ მხარეს მეორე მხარეს და აღმოაჩენთ, რომ შებრუნებისას ერთ მხარეს უფრო მკაფიოდ შეგიძლიათ დაინახოთ, ხოლო შებრუნებისას მეორე მხარეს ნაკლებად მკაფიოდ. შეიძლება ივარჯიშოთ ასეთ არც თუ კარგად განათებულ გარემოში. მაგალითად 5-დან 10 წუთის განმავლობაში. 10 წუთზე მეტი არ არის საჭირო, მაქსიმუმ 10 წუთი. სასურველია 5-დან 10 წუთამდე გააკეთოთ. და განათება არ უნდა იყოს ძალიან კაშკაშა. ის უნდა იყოს ოდნავ ჩამქრალი, რადგან თუ ვარჯიშობთ არა ძალიან განათებულ გარემოში, ეს უფრო სასარგებლოა. შემდეგ იწყებთ შემდეგს. დგახართ, უყურებთ ამ წერტილს, ასე უფრო ადვილი იქნება, თვალისთვის უფრო მარტივი იქნება დანახვა, როცა ხვაცა ყველაფერი კაშკაშა. მეორე ვარჯიში. ერთ ვარჯიშზე მაგალითად გაზარდეთ მანძილი, საიდანაც ხედავთ, თქვათ 9 მეტრით, ზოგისთვის შეიძლება მეტიც იყოს პირველ ვარჯიშებზე. შემდეგ იწყებთ შემდეგს. დგახართ, უყურებთ ამ წერტილს, რომელსაც ბუნდოვნად ხედავთ და აკეთებთ იმას, რაზეც ვისაუბრეთ. ამ მოძრაობებს მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, უფრო მკაფიოდ იწყებთ დანახვას. და კიდევ ცოტა გააკეთეთ ეს მოძრაობა წინ და უკან. რატომ არის ეს უფრო ეფექტური, ვიდრე უბრალოდ მზერის გადატანა ერთი წერტილიდან მეორეზე? კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ გაუგებარია. უფრო ეფექტურია, რადგან კუნთი იწყებს უფრო რბილად მუშაობას, როცა აძლევთ შესაძლებლობას, რომ არ გადაერთოს მკვეთრად ერთი საგნიდან მეორეზე, რომლებიც ერთმანეთისგან დიდ მანძილზე არიან განლაგებული. მას არ აქვს ისეთი მომენტი, როცა საგანთან კონტაქტს კარგავს და მისი მუშაობა ნელდება. მოკლედ რო აი ეს ვარჯიში ნამდვილად ეხმარება მხედველობის წარდგენას. აი ეს მთელი კომპლექსი თუ გააკეთებთ და თუნდაც ერთ ვარჯიშს ჩაატარებთ, დაწერეთ რა განსხვავება გქონდათ, რა მანძილზე შეძლეთ გაზრდა. მოდით მოკლედ მოიცონეთ, დატოვეთ კომენტარები, შევხვდებით. უყურეთ რამდენჯერაც გინდათ, აკრძალული არ არის. ორჯერ ლაიქი არ დააჭიროთ, ერთხელ გამოიწერეთ, თუ ჯერ არ ხართ გამოწერილი.